განსაკუთრებით ითვალისწინებ იმას, რომ ყოველ შემთხვევაში საპირისპირო აზრს, რომელიც შეიძლება შენს ხედვას, შენს მიდგომებს არ ემთხვევა, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს, რომ შენ ან გაღიზიანებულიყავი, ან ისეთი რადიკალურად ეგ ჩემი პროფესიის ნაწილია ზოგადად. ან მე მგონია ჯერა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის ასტანდარტიც არის ამერიკაში და არა ევროპაში. ანუ მე მჯერა რომ ნებისმიერი რამის თქმა, შეურაცხყოფა, დაცინვა, ყველასი ნებისმიერი ადამიანის მოსულა ერთადერთი შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არის, როცა ყისერად ძალადობის საფრთხეს ქმნის. მარტო მაგ შემთხვევაში უშედეგო ეგეთ რაღაც იყოს აგზევლის. ჩემი ანუ ადამიანი რომელიც საჯაროდ ლაპარაკობს ამდენი წელია, ხომ ეხლა ძალიან ბევრი წელია საჯაროდ ლაპარაკობს. მიხედავთ და პოლიტიკოსი მქია თუ არ მქია. საჯაროდ ბევრი სხვა ადამიანი შეიძლება ლაპარაკობს რა. რაღაცებზე პოზიციას მუდმივად აფიქსირებ. ეგ ხო ბუნებრივი ამბავი რომ ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება და იმ ვიღაცას არ მოეწონება, იმათში იქნებიან უეჭველი გაიჩნდება ისეთ ვიღაცები, ვიღაცას შეიძლება აგრესიაც გამოიწვიო. ხო ეგ ჩვეულებრივი ამბავია რომ ვიღაცამ შეიძლება რაღაცა მოგაძახოს, ვიღაცამ რაღაც დაგიდოს, ვიღაცას არასწორი წარმოდგენა ჰქონდეს. ეგ ამის ნაწილია. ჩემი გინება მოსულა. ანუ მე პოლიციელებს უხსნი ხოლმე რომ პოლიციელის გინებაც მოსულა, მინისტრის და ბიზნესის კი არა, პოლიციელის გინებაც მოსულა. ჩვეულებრივი ამბავია ეგ. და კი პოლიციის საქმის ნაწილი არის ეს რომ უნდა მოითმინო, მე ხო ვითმენ. ამდენი წელია ვითმენ. და ჩემს გარდა კიდევ ყველა ბევრი ადამიანი ითმენს, ვისაც იგივე გაგება გამოხატვის თავისუფლების. გამოხატვის თავისუფლება ეგ არის, რომ რაც არ ქსიამოვნებს, მათ შორის შეურაცხყოფა გინება რაღაცა. მაგას იცავს თორე, აბა ეხლა ჯაფარ მიყვარხარ რომ ვიღაცამ დამისახოს, მაგას რადაცვა უნდა. ხო, ანუ ბიზინა მიყვარხარზე და რადაცვა ჭირდება, მაგ გამოხატვის თავისუფლება ეგ არ არის დასაცავი. დასაცავი არის ის, ვინც ისეთ რაღაცას ამბობს, არჩენ არ მოგწონს და მაგის ნაწილია შეურაცხყოფაც. თუ ფიზიკური ძალადობა არ არის, ლაპარაკი მოსულა ყველაფერს.